მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. მე ვარ ნინო ჩიჩოვი. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა შეეხება დასავლური ორგანიზაციების მიერ რეგიონებში განხორციელებულ მხარდაჭერას და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სამირა ისმაილოვა, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის დამფუძნებელი. მოგესალმებით სამირა, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყავთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. თავდაპირველად მინდა შეფასება გთხოვოთ რეგიონულ ორგანიზაციებს რა რეალობის წინაშე შეუწევთ ამჟამად საქმიანობა და რა საფრთხეებს ხედავთ საქმიანობის შეჩერების ან გაგრძელების პროცესში. დღეს როგორც არასდროს ძალიან გართულდა საქმიანობა, იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ დიდი უარყოფით კონტექსტში იყო საუბრები ჩვენზე, ჩვენი ორგანიზაციების თუ იმ ადამიანების საქმიანობებზე, იმისთვის რომ გაეშავებინათ ჩვენი თავები რეალურად მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ძალიან ბევრ სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს, ის რაც პირდაპირ ხელისუფლებას და პირდაპირ სახელმწიფოს ეხება და სახელმწიფო ინსტიტუციებს ხშირ შემთხვევაში რასაც ვერ აკეთებდნენ და დღეს ჩვენ და ის საზოგადოება, რომელიც არის ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით, მხარში ვუდექით, კარგავენ იმ ელემენტარულ რესურსს, რომელიც ყოველდღიურად მათ სჭირდებათ არსებობისთვის და ეს ბოლო 2 წელი, რაც ბევრი საკანონმდებლო ცვლილება, რუსული კანონი, ფარა და ასე შემდეგ, რაც შემოღებული იქნა, ეს პირდაპირ მოქმედებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე, ვინც უშუალოდ სარგებლობდა ამ სერვისებით. მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც გარკვეულ პროგრამების სჭირდებოდათ, ინტეგრაციის ხელშეწყობის მხრივ, შეშემოპირები, ძალადობა გამოვლილი ქალები, ასევე ბავშვები, რომლებიც ადრეული ქორწინების მსხვერპლები ახდებოდნენ. ყველა ის სერვისი ხშირ შემთხვევაში, რაც მათ სჭირდებოდათ და მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლებით თუ უშუალოდ სერვისით, ისინი მიიღებდნენ ზუსტად ჩვენნაირი ორგანიზაციებისგან. და დღეს, როდესაც უამრავი საკანონმდებლო ცვლილება მოხდა, მაშინ როდესაც არ ვიცით, როგორი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკა და სამომავლო ნაბიჯები, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად თითო ორგანიზაცია ან ფონდი აცხადებს უარს საქმიანობის გაგრძელებაზე, ან წყვეტს, ან აჩერებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ელემენტარული რისის შექმნაც და რაზეც ხელმისაწვდომობის გაზრდა თითოეულ ჩვენთაგანს და მსგავს ორგანიზაციებს შეეძლოთ, ამ რესურსსაც დავკარგავთ. სამირა, საზოგადოების ნაწილს აჯერებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებს მხარდაჭერას იღებენ დასავლეთისგან, ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ მუშაობენ და ისინი არიან აგენტები. რეალურად ჩვენ მაყურებელს რომ ვუთხრათ, აი პირადად თქვენი რეგიონის მაგალითზე, რა მხარდაჭერას იღებენ ადამიანები, გარკვეული ჯგუფები, სწორედ ამ დასავლური გრანტებისა და მხარდაჭერის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდეს, განვითარებულიყო დემოკრატიული პრინციპები, დემოკრატია ზოგადად და ჩვენ ყოფილიყავით შემდგარი საზოგადოება და ცივილურ სამყაროში დაგვეკავებინა ჩვენი კუთვნილი ადგილი და ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ რეგრესს ყოველდღიურად, როგორ ინგრევა ინსტიტუციები, როგორ დგავთ ნაბიჯებს უკან და ერთ-ერთი ამის ძალიან ისეთი ნათელი მაგალითი არის თუნდაც უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელიც აქტუალურია, რატომღაც მაშინ, როდესაც განიხილებოდა ეს ყველაფერი და განიხილებოდა რუსული კანონი, განიხილებოდა ფარა და აქტიურად იყო ამ ყველაფერზე დისკუსია, მოქალაქეები თვლიდნენ, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ მათ არ შეეხებათ, ან მათ არ ეხებათ, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს ვხედავთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იღებს რაღაც სარგებელს, ეს მის ცხოვრების ხარისხზე აისახება და უკუსვლა უფრო სწრაფია, რაც
კიდევ უფრო ღარიბ საზოგადოებას კიდევ უფრო გააღარიბებს და კიდევ უფრო მოწყვლად გახდეს. ალბათ, ხელისუფლებას დღეს ზუსტად ეს აქვს მიზანი, რომ მოწყვლადი და ღარიბი საზოგადოების მართვა, კონტროლი ბევრად უფრო მარტივია. საბირო, თქვენ მუშაობთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, რეგიონში, სადაც ადამიანების გარკვეული ნაწილი იღებს წლებია მხარდაჭერას ზუსტად ამ საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. თუმცა ისინი თუ აცნობიერებენ ახლა და როგორი არის მათი შეფასება, რომ ეს მხარდაჭერა, რაც მათთვის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, უკვე უახლოეს პერიოდში აღარ ექნებათ. იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ თუნდაც დროებით შეაჩერა თავისი საქმიანობა, ეს უკვე ისახება იმაზე, რომ რაღაცა კატეგორია ადამიანების და მოწყვლადი ჯგუფების უკვე დაკარგეს გარკვეულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ის, რასაც ჩვენ სიტყვიერად უხსნიდით მათ, რომ მაგალითად რეპროდუქციულ სერვისები ისეთი ხელმისაწვდომები ვერ იქნება, ან ფსიქოლოგიური სერვისები, ან იურიდიული მხარდაჭერა ძალადობის შემთხვევაში, ან ელემენტარულ საკუთრებასთან მიმართებით დავა, რაშიც ჩვენ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუჭერდით და მხარდაჭერას გამოვხატავდით და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზდიდით. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციების საქმიანობები შეჩერებულია, რა თქმა უნდა, რაოდენობრივად ეს ისახება პირდაპირ ბენეფიციარებზე და დღეს უფრო ნათლად თვითონ ხვდებიან და აფასებენ სიტუაციას, თუ რამდენად დამაზარალებელია ეს ყველაფერი მათთვის. ძალიან მცირე რესურსები დარჩა რეგიონებში და ვთვლი, რომ არა მარტო ქვემო ქართლში, მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს ეს სურათი და უბრალოდ რეგიონიდან რეგიონში არის სპეციფიური საჭიროებები და ეს საგრანტო კომპონენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, გვეხმარებოდა ზუსტად იმ უხილავი თუ ყურადღების მიღმა დარჩენილი საკითხების წამოწევაში და მხარდაჭერაში, რაც რა თქმა უნდა დღეს ქალები ისევ ხედავენ, რომ ყველაფერი ამ რესურსს კარგავენ, ან მცირდება, ან უბრალოდ პირდაპირ შემთხვევაში უქმდება. და რა თქმა უნდა, ამაზე აქვს უარყოფითი რეაქცია, მაშინ როდესაც ეგონა და თვლიდნენ, რომ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, ძალიან ბევრ ქალს ვეხმარებოდით რეგიონში ეკონომიკურ გაძლიერების კომპონენტში, როგორც უნარჩვევების მიღებაში, ასევე ფონდები და დონორები ეხმარებოდნენ მცირე ბიზნესების წამოწყებაში და ამის უამრავი წარმატებული მაგალითი არსებობს და დღეს, როდესაც ჩვენთან მოდიან, გვიკითხებიან თუ სად შეიძლება მსგავსი რესურსის პოვნა, სამწუხაროდ ჩვენი პასუხი არის ის, რომ ამ ეტაპზე ეს უბრალოდ შეუძლებელია და ვუხსნით თუ რატომ არის შეუძლებელი და რა თქმა უნდა ეს უკვე მათ ნამდვილად აწუხებთ, იმიტომ რომ ის პერსპექტივა რისი დანახვაც შეძლეს, ხედავენ, რომ ეს პერსპექტივა უკვე ხელმიუწვდომელი გახდა მათთვის. რადგან დასავლურ ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ მიმართული პროექტების მხარდაჭერაზე, როდესაც ეს მხარდაჭერა აღარ იქნება და ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ ამ ბავშვების უფლებების დაცვას. დასავლური ორგანიზაციების მხარდაჭერით რა რეალობას მივიღებთ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვთა ქორწინების საკითხი და აქ შემიძლია ვთქვა, რომ არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას აკეთებდნენ ფონდები და დონორები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს აძლევდნენ გრანტებს და მხარდაჭერას იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და უამრავი სერვისი თუ პროგრამა თუ საკანონმდებლო ბაზა შექმნილიყო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე ბავშვს მიუხედავად თავისი ეთნიკური რელიგიური წარმომავლობისა, მას სათანადო ღირსეული პირობები და გარემო ჰქონოდა. ამასთან პარალელურად, რა თქმა უნდა, ორგანიზაციები ადგილობრივ დონეზე უფრო მეტი შრომა უწევდა და ძირითად შრომას ზუსტად არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტი გოგოები, ქალები აკეთებდნენ, რომლებიც ცდილობდნენ იმ რესურსების ფარგლებში, რაც ჩვენ ჰქონდა, დროული და ეფექტური რეაგირება მოგვეხსნით, რომ
ამ მიმართულებით იმდენად მოუქნელია სისტემა თავშესაფრების მხრივ ზრუნვის კომპონენტში იურიდიული თუ ფსიქოლოგიური სერვისის მიწოდების არის ძალიან მცირე, ხშირ შემთხვევაში ძალიან ხელმიუწვდომელი ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით და ბევრი სხვა საკითხის გათვალისწინებით. Რა თქმა უნდა, ჩვენ ვშიშობთ და ვხედავთ, რომ ისედაც ეს ფონი იყო საკმაოდ გართულებული და მაშინ, როდესაც უამრავ აქტივისტს და მათ შორის ორგანიზაციას ამ მიმართულებით უკვე მოქმედი საგრანტო კომპონენტი არ აქვს სერვისები, რითაც შეიძლება რომ დაეხმაროს, აქ ვხედავთ, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე მყოფი გოგონები დარჩებიან პირისპირ სახელმწიფო ინსტიტუციებთან და უფლებადამრღვევ ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ მათ არ დაიცავენ, იმიტომ რომ ამ თავს ჯაჭვში არის ორი მთავარი მომენტი. ეს არის დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან და ამის მონიტორინგს და კონტროლს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები აკეთებდნენ, მონიტორინგებდნენ სისტემატურად და ამიტომ იყო რეაგირება და მსგავსი кейსების აღმოფხვრა. დღეს, როდესაც სრული თავისუფლება აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მე ვშიშობ, რომ შეიძლება მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატოს და არავინ გვეყოლება, ვინც რეალურ მონიტორინგს გაუწევს ამ ყველაფერს. მით უმეტეს ჩვენი სექტორი ადრე პრაქტიკულად იყო გამორიყული სასწავლო თუ სასკოლო სივრციდან, ეხლა მით უმეტეს სასკოლო სივრცე ჩვენთვის არის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი ინფორმაციული ვაკუუმი გვაქვს რეალურად რა ხდება და რა სირთულეები აქვთ არასრულწლოვან ბავშვებს, გოგოებს ხშირ შემთხვევაში, რა სირთულეები აქვთ და რისი გადალახვა სჭირდებათ და როგორი მხარდაჭერა. ამიტომ ამის ინფორმაცია არ გვაქვს და მგონია, რომ ეს ვითარება საკმაოდ ცუდად და უარყოფითად იმოქმედებს ზუსტად არასრულწლოვან გოგოებს. სამირო დამეთანხმები ალბათ, რომ ძალიან დიდი არის გავლენა ამ სტერეოტიპების, დეზინფორმაციის და განსაკუთრებით გენდერული დეზინფორმაციის რეგიონებში. მაშინ, როდესაც ახლა დეზინფორმაციის საპასუხოდ ფაქტორად ვეღარაფერს გავაკეთებთ, არ გვექნება იმის რესურსი, რომ ვუპასუხოთ სათანადოდ ამ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რა გექნება ახლა ჩვენი გადაცემის საშუალებით ქალებთან სათქმელი, რა მესიჯებს გაუგზავნი აი ამ დეზინფორმაციის და განსაკუთრებით გენდერული დეზინფორმაციის საპასუხოდ. ზოგადად პროპაგანდა და ანტიგენდერული ნარატივები ბოლო წლებში განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პრაქტიკულად ყოველდღურად ჰიბრიდულ ომში ვართ რუსეთთან და მათი პროპაგანდის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. ძალიან ისედაც მოწყვლადი ქალებზე ზეგავლენის მოხდენა ზუსტად აი რომ პოლიტიკა, საჯარო სივრცე, აქტივიზმი ეს ყველაფერი არ არის ქალების საქმე, რომ ქალები უნდა იყვნენ მორჩილებაში, რომ ყველა საკითხი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, კაცები იღებენ გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე და მათ უკეთ იციან. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს რეგიონში ყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქალი, რომელიც ნამდვილად იბრძვის არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების უფლებებისთვის და ისინი ნამდვილად არიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები, მათ შეძლეს სტერეოტიპების დამსხვრევა, შეძლეს გამოსვლა ამ ვითარებიდან და ისინი არიან მისაბაძი და კარგი მაგალითი, ცოცხალი მაგალითები სხვა ადამიანებისთვის, სხვა ქალებისთვის, მიუხედავად ადგილმდებარეობისა, რომელ რეგიონში არიან. და აქ მინდა ვთქვა, რომ დეზინფორმაცია და უარყოფითი ნარატივები ყველგან საქართველოს მთელი მასშტაბით ერთნაირად მოქმედებს, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური წარმომავლობის ქალებზე და ეს არ უნდა გახდეს ჩვენი დემოტივატორი. პირიქით, როდესაც რაც უფრო მეტ შეზღუდვას გვიწევენ, რაც უფრო მეტ შეზღუდვას გვიქმნიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, სწორი მიმართულებით მივდივართ და აუცილებლად შევძლებთ წარმატების მიღწევას. არ უნდა დავნებდეთ პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ჩვენ შევძლებთ ჩვენს ადგილის
მოპოვება საზოგადოებაში ეს შეიძლება გახდეს მაგალითი სხვისთვის და საერთოდ მნიშვნელოვანი მათ შორის სხვა ქალებისთვისაც. დიდი მადლობა, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. საუბრობდით სამირა ისმაილოვასთან ერთად, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად.